ბათუმში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. შეხვედრა აჭარაში აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა გუსეინ ნაჯაფოვმა გახსნა, რომელმაც ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მეზობელმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 18 ოქტომბერს გამოაცხადა. საზეიმო შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები და აჭარაში მცხოვრები აზერბაიჯანელები ესწრებოდნენ. აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე ყველა აზერბაიჯანელის დღესასწაულია, რაც მოქალაქეების თავისუფლებითაა გამოწვეული. ამ დღესასწაულს ბათუმის ინტელიგენციასთან ერთად 17 წელი ავზეიმობთ, სადაც მთავრობისა და მერიის წარმომადგენლებს ვიწვევთ. სწორედ დამოუკიდებლობის პირობებში მიაღწია აზერბაიჯანმა წარმატებებს ეკონომიკურ და სამრეწველო სფეროში. ჩვენ დიდი სიამოვნებით აღნიშნავთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად ამ დღეს და ულოცავთ ყველა აზერბაიჯანელს და ყველა ქართველს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი არის აზერბაიჯანის ცხოვრებაში. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარისათვის, იმიტომ რომ ჩვენ დამეგობრებული ვართ ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და აქედან მინდა მიულოცო ყველა ნახჭევანელს, ნახჭევანის მეჯლისს და ნახჭევანის მოსახლეობას ეს დღევანდელი დღე. ისე როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანულს დამოუკიდებლობის პროცესში დაკარგა ტერიტორიები, მათ შორის საუბედუროთ აზერბაიჯანსაც დაახლოებით 20% ტერიტორიები ოკუპირებულია სხვა სახელმწიფოს მიერ, ისე როგორც საქართველოში. მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ერთად გვიხარია დამოუკიდებლობის დღე.